ეხლა თუ ჩვენ რუსთავიორს ჩავთავდა შევხედებთ ქვეყანა ინგრევა და მართლა არავინ არ შეიძლება არაფერი არ ჩართო თქვენ სირბლე თუ არის ხალხი შეიძლება იცით ჩვენ ისეთი სიტუაციას თუ დავხატავთ თვითონ ეს 9 წელი იყო იდეალური ხალხი ნაგვებში არ იქექებოდა იყო სრული ესე იგი ნორმალური ესე არ ხდება რომ ეკონომიკაში მოხდეს ესეთი არნახული გარღვევა და რომ რაღაცა იცით რა პრიორიტეტად სახელმწიფომ დაადგინა ადამიანი თუ აი სწორად იქნა აღნიშნული ხა მე მინდოდა შევხედოთ იმას რომ როდესაც ადამიანს ეხა რაღაცა ემართებოდა ეს იყო კეთილინება ნაციონალურ მოძრაობაზე მივიდოდნენ და თუ თავიანთი მომხრე იყო დააფინანსებდნენ მე ის ხმებს მოუტანდა იმ საარჩევნოდ დღეს მილიარდზე მეტი არის დაფინანსება ჯანდაცვის სამინისტროს ანუ ის რომ ადამიანი დაცულია თუ კი რამე მოვა ის არ გვინდა რუსთავიორზე 9 წელზე და ეს დავამთავრე 9 წელზე ჯერ ეგრეთიც არ არის საუბარი იცი ახლა მე პრემიები იცი რატომ მოვიყვანი ახლა კაცო იმას კი არ ვიძახი რომ ახლა ადრე იყო ცუდი და ახლა ამათ ეპატიოთ დიდ პრემიებს თუ იწერენ იმიტომ საუბრობ ამ ძველ პრემიებზე და ეს ფაქტებიც დავასახელე რომ ეხლა ადამიანები რო გამოდიან რომ აი როგორ იწერენ ესენი პრემიებს და თვითონ უმოზარმაზარი პრემიები და ხელფასები ქონდა ამიტომ ვიძახი ამას თორე ეს იმიტომ კი არ კეთება ამ ფაქტების დადება ხო ანუ დღევანდელ დღეს ეხლა როდესაც საუბრობთ ხალხო თაკო მე უღრმეს პატივს ვცემ თქვენ და თქვენ ოჯახს და იცით რაშია საქმე ეხლა აი ესეთი სიტუაცია არ არის ქვეყანაში რომ ესე იგი ქვეყანა იგრევა ერთი წუთი გადაგვრჩა გადაცემის დასრულებამდე მოდით ქვეყანა რომელსაც პრიორიტეტად ასახული ადამიანი მე ხავ თუ საბავშვო ბაღში ადამიანებს არ ახდევინებენ ფულს იმისთვის რომ ბავშვებმა იარონ ბაღში სკოლაში წიგნებში ფულს არ იხდის ის რომ რეალურად დღეს დაცულია ბიზნესი ადრე თქვენ კარგად გახსოვთ ვინმე თუ ჩადგამდა სადღაცა და მერის ინტერესებში არ იყო კარგად გახსოვთ სახლებს უნგრებდნენ და პანჯრი დაყრიდნენ ხალხ ტოლვილები ვახსენეთ ადრე ჩვენ ერთი ტოლვილები არა დავამთავრეთ მე გისმენდი თქვენ და მინდა გიპასუხოთ იგივე ტოლვილებთან დაკავშირებით როდესაც იყო რომ ეუნებოდნენ რომ თუ თქვენ არ გინდათ ამ ქვეყანაში ცხოვრებაო წადით გაუდექით აფხაზეთში წადითო ესეც კარგად გვახსოვს და დღეს ეხა როდესაც სახელმწიფომ აიღო თავის მიზნად რომ დაიცვას ადამიანი გასაგებია მოდით 20 წამში იქნებ თაკომად ჩაატიოს თავის საქმე დაცულია იცით ბიზნესი ახალგაზრდა ბიჭი ბესარიონ ხარძიანი ჩვენ თვალწინ მოკლეს და ჯერაც გამოძიებული არ არის და აი ამ გარიგებაზე ვსაუბრობთ იმეწევან ძალიან დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა ბიზნესი თავისუფალია და სამართლიანობის ადგენა დაიწყო ეს ამის დასტურია ტელეკომპანია იბერია მაგრამ ძალიან დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს ხარძიანის თემას ვაზაგაშვილის თემებს ჩვენ აუცილებლად დაუბრუნდებით აუცილებლად ამ ეთერში იქ კიწმარიშვილის თემას აუცილებლად ვიმუშავებთ ჩვენ ამ თემებზე